თავდაჯერებულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანურ ურთიერთობებზე, კარიერაზე და ცხოვრების ხარისხზე. თუმცა უნდა გავარჩიოთ ჯანსაღი თავდაჯერებულობა და გადამეტებული ან მყალბი თავდაჯერებულობა. ჯანსაღი თავდაჯერებულობის შემთხვევაში ადამიანს აქვს რეალისტური თვითშეფასება, აცნობიერებს თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს და არ ეშინია მათი აღიარების. აქვს შეცდომების მიღების უნარი და აი ამ შეცდომებს აღიქვამს როგორც სასწავლო გამოცდილებას და არა როგორც მარცხს. პოზიტიური შინაგანი განწყობა აქვს და ზედმეტად არ აკრიტიკებს თავის თავს, იცავს საზღვრებს, იცის არასთქმა და არ აძლევს სხვა ადამიანებს მისით მანიპულირების უფლებას და გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს, იცავს აი ამ თავის არჩევანს და არ ეშინია ზოგადად პასუხისმგებლობის აღების. ყალბი თავდაჯერებულობის ან გადამეტებული თავდაჯერებულობის შემთხვევაში კი ადამიანები უბრალოდ აჩვენებენ სხვაებს, რომ თავდაჯერებულები არიან, მაგრამ სინამდვილეში არ იღებენ კრიტიკას და თვლიან, რომ ყოველთვის არიან მართლები, უყვართ თავის ქება სხვისი დაკნინების სანაცვლოდ, ანუ ხშირად ცდილობენ, რომ საკუთარი მნიშვნელობა წარმოაჩინონ სხვების გაკრიტიკებით ან რაღაცა სხვებზე ცუდი რაღაცის თქმით, მოკლედ. იქმნიან შეხედულებას ძალით, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეპოტიმებიან რაღაცა გარკვეულ სტატუსს, იცმევენ ბრენდებს, მაგალითად და აი ამით ცდილობენ, რომ ავტორიტეტი მოიპოვონ, ასე რომ ვთქვათ, საზოგადოებაში. არიან ემოციურად არასტაბილურები, კრიტიკის ან წარუმატებლობის შემთხვევაში ადვილად ვარდებიან დეპრესიაში ან ხდებიან აგრესიულები და უყვართ ზოგადად მანიპულაცია და კონტროლი. ცდილობენ, რომ სხვებზე მოახდინონ მაქსიმალურად გავლენა. სინამდვილეში თავდაჯერებულობა არ ნიშნავს ყველაფერში იდეალურობას. ეს არის საკუთარი თავის მიღება, რეალისტური ხედვა და წინსვლის სურვილი.